მეგო, რაღაცა მინდა გავიხედოთ თქვენს სტუდენტობის პერიოდში და მოვიყვეთ, როგორ იყო თქვენი სწავლის ფორმა, მიდგომა, შეთავაზება. იმდენი რამე ხდება ეხლა, ვფიქრობ, რომ ნეტა ადრე როგორ გასწავლიდნენ. მე ძალიან ისე ძიმე სტუდენტობა მქონდა, პრაქტიკულად სტუდენტობა არ მქონდა, პირველი 4 წელი. 24 საათი მეცადინეობდით, იმიტომ რომ ამერიკული პროგრამით წარმოუდგენელი დატვირთვა იყო, იმიტომ რომ შენ კონკურენცია უნდა გაგიწია ამერიკელი სტუდენტისთვის, რომელიც იქ სწავლობდა. ხო და ძალიან დიდი დატვირთვა იყო. ეხლა რა საშუალებებიც არის, ხო, მარტივად რო გითხრა, ანიმაცია არ არსებობდა, ხო? ანუ 3D ანიმაცია, რომ ანიმაცია ხა თქვენ მულტიპლიკაცია არ გეგონოთ უბრალოდ, აი ეს რო შეხედო ყველა მხრიდან რაღაცა ორგანოს, მარტივად რო თქვა და შეგიძლია გაიკეთო ესე 3D იმაში რა ქვია ნახო ანატომიას. ანუ რა ვიდეო ნახო, სადაც 3D შეატრიალებ ამ პროგრამა, გადმოწერო ანატომიის, სადაც ანუ მართლა ხვდები. ყველა რაკურსი 360 დაულიდა. ჩვენ მაინც ორგანზომილებაში ვიყავით. ხო, და ორგანზომილება მულაჟიც არ გაგაჩნდა? მულაჟი ჩემ დროს ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო პროცესი იყო, მაგრამ მე არ აი ყველა ესწრებოდა მშობიარობას, ესე მომისმენია. რაღაცა მუცლისხმის ოპერაციას, ასე იყო. იყო. არა, ჩემ დროს ახლა მე რთულ პერიოდში ვსწავლობდი, მაშინ ეროვნული მოძრაობა იყო და მთელი ამბები იყო, მიტინგები და 9 აპრილი და ასე შემდეგ, ამიტომ საინტერესოც იყო ერთის მხრივ და ძალიან ჩართულები ვიყავით ყველაფერ ამაში, მაგრამ რაღაც დანაკლისი მაქვს მაგხრივ, რომელიც შემდგომ აღვიდგინე, იმიტომ რომ მე თვითონ ინტერესი მქონდა რომ ეს მესწავლა, მე თორე მაგ პერიოდში იყო რომ აი ხარვეზები მახსოვს მე და მართალი თქვა გიორგი, იმიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ადამიანმა ისწავლოს და ნუ ჩემ დროს რა იყო, ეხლა თუ შევადარებთ, მაშინ რუსული წიგნებიდან ქართულიდან ერთმანეთს ვადარ მეტი არაფერ საშუალება არ მქონდა და ამიტომ ორი წიგნით ხელმძღვანელი პრაქტიკა არანაირი. იყო როგორ არა, მაშინ ძალიან კარგი სკოლა იყო, ქირურგიის, არა, კი, როგორ არა, დავდიოდით და ძალიან მიხაროდა. მე ვარ პრაქტიკული ექიმი, იმის გამო რომ ზუსტად აი ეს მიყვარდა რაღაცა, რომ ის დანაკლისი ალბათ რაც თეორიულ ნაწილში მქონდა უნივერსიტეტში, ხო, ამას აღვიდგენდი ყოველთვის აი ოპერაციებზე დასწრებით, ხამე მორიგეობით, რაც ის მიხაროდა და მომწონდა ეს ყველაფერი, აი რაღაცას თითქოს უფრო მეც ვსწავლობდი და იქ უფრო მეც ვკითხულობდი კიდევაც. დღეს შეიცვალა ეს ყველაფერი და რაღაც სულ სხვა პირობებში უწევთ თანამედროვე სტუდენტებს სწავლება, ხო? რაღაც 1000-ნაირი კაბინეტებია უკვე საკუთარი უნივერსიტეტის ფარგლებში აქვთ ხოლმე, ხო? ეს კაბინეტები სადაც აქ შევლენ იმ პროფესიის მიმართულებით, ხო, რაღაც სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების და ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ცოდნას იძენენ ძალიან ბევრნაირი მულაჟი, ჯერ მარტო ჩვენ ამდენი გვინახავს, ხო, ჩვენსავე სტუდიაში. ამიტომ დღეს სულ სხვა მატერიალურ, რაღაცა ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. შესაძლებლობები აქვს მართლაც. ვისაც უნდა სწავლა ის ვისაც უნდა სწავლა მე დროს ისწავლის, მაგრამ ახლა ბევრად გამართლა უფრო მე გასაგებია თვალსაჩინოების მხრივ ბევრად აფრადველია. ისე შეიძლება ხდება ლევან სამსახურში. ჩვენთან ძალიან გადიან, იმიტომ რომ საუნივერსიტეტო კლინიკებიც არიან, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა. ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკა და ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები დადიან ჩვენთან და მეც ვასწავლი კარდიოქირურგიას. კეთილი, მაშინ ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა რომ ვესტუმროთ ამ ალტე უნივერსიტეტს, ოღონდ ცოტა დისტანციურად. ჩვენი ვიდეო კამერის დახმარებით და ნახოთ იქ როგორ ეუფლებიან სტუდენტები სწავლას, რა პირობები აქვთ დღეს სტუდენტებს იმისათვის, რომ მიიღონ შესაბამისი სამედიცინო განათლება.